ლატვიის და საქართველოს პრეზიდენტები ერთობლივ ბრიფინგს მართავენ, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. სწორედ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მოგესალმებით, ტელეკომპანია მაესტრო, გვანცა პაპავაძე. ბატონო პრეზიდენტო, მომავალ წელს ლატვია ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. როგორ ფიქრობთ, უნდა გადავიდეს თუ არა ევროკავშირი უფრო აქტიური პოლიტიკის გატარებაზე რუსეთის იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც ლახავს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს და თუ ეს ასეა, იქნებ გითხრათ კონკრეტულად რა ქმედებების განხორციელებას გეგმავთ, რათა საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ უფრო ძლიერი მხარდაჭერა აქვს დასავლეთისგან, ვიდრე საფრთხეები მეზობელი ჩრდილოეთის მხრიდან. მადლობა. მე მეკითხები. ლატვიის პრეზიდენტს თავდაპირველად შეიძლება. Latvija ir ļoti aktīvs Eiropas Savienības dalībnieks. Latvija, როგორც მართლაც ძალზე აქტიური წევრი ევროკავშირის, განსაკუთრებით როცა საქმე შეეხება საგარეო პოლიტიკას, რა ლატვია იყო ინიციატორი მთელი საკითხებისა ევროკავშირის პარლამენტში და სწორედ ჩვენი პოლიტიკა არის განუყოფელი ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკისა, საერთო გადაწყვეტილებისა, რომელსაც ღებულობს ნატო მაჭრს 20 წევრი სახელმწიფო და ძირითადად ეს მექანიზმები განეხილება სწორედ ყველა ქვეყნის მიერ და გადაწყვეტილებას ღებულობენ ყველანი ერთად კონსენსუსის და სოლიდარობის პრინციპის გათვალისწინებით. თქვენს როგორ პასუხობთ ბატონო პრეზიდენტო? ლატვია ტრადიციულად არის ქვეყანა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართული სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მე ამას ხაზგასმით თქვი დასაწყისშივე და მადლობა უთხარი ჩვენ ლატვიელ პარტნიორებს. ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით ჩვენი ლატვიელი მეგობრების მხარდაჭერას, როდესაც საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე თუ ნატოში ინტეგრაციისკენ გადასადგმის შემდგომ ნაბიჯებზე. ბუნებრივია ასეთი ქვეყნის, საქართველოს ასეთი ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის თავმჯდომარეობა უქმნის საქართველოს მეც შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ახლო და ღრმა კონტაქტები გააღმავოს როგორც ლატვიასთან, ასევე ევროკავშირთან. მადლობა. დიდი მადლობა.